მარცხენა სანაპიროზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო და სამძებრო ღონისძიება. უკვე რამდენიმე საათია, რაც მაშველების ჯგუფი ამ ტერიტორიაზე მუშაობს. მხოლოდ ამ ადგილზე 10-ზე მეტი ჯგუფი არის მობილიზებული. მთელი მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი არაერთი მაშველია ამ ოპერაციაში ჩართული შესაბამისი აღჭურვილობით და ტექნიკით. პირველობის ინფორმაციით ადგილზე სამაშველო ჯგუფი რამდენიმე წამში გაჩნდა, მას შემდეგ რაც შეტყობინება შევიდა სამაშველო ჯგუფში გვიან ღამით მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი ადგილობრივების ინფორმაციით მტკვარში გადავარდა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ადგილზე სამძებრო ღონისძიება. პირველების ინფორმაციით ავტომობილში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. ეს არის 36 წლის მამაკაცი, რომლის სამძებრო სამაშველო ღონისძიებაც უკვე 10 საათზე მეტია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მიმდინარეობს. ხაზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ როგორც ვიცი, ახალგაზრდა ბიჭი გადავარდა, ქორწილი ქონია თუ რაღაცა და საღამოს. წოხებიდან ეძებენ, როგორც ვიცი. ავტომობილით ხო? ავტომობილით დიახ. მაღალი სიჩქარით მოდიოდა? გეტყვით, ალბათ. ან ქორწილის ესკორტი იყო და იქიდან არა, უკვე საღამოს საათებში თვითონ ყოფილა, ზუსტი ინფორმაცია არ არის. ერთი გადმოხდა მაგარი და სამს ეძებენ. ავიცი. ანუ რამდენიმე ადამიანი იყო ამ ავტომობილშიო? სამს თუ ეძებენ, ერთი გადმოხდა. ხო. ნაირ 4-ნი იყვნენ. დილიდან არის აქ ეს სამუშაოები თუ ღამე დაიწყო? არ ილას ისინი გადიოდნენ კატერები. ერთი რამდენიმე მიგალკებით იმით. მაინტერესებს აქ რა მოხდა, რა იცით? არის რაღაც დავარია მოხდა. მანქანა გადავარდაო, ხო? რომარა ის ნახეს თუ აღარ ნახე. ვიღაცა გადაყვა. ერთი ადამიანი იყო მანქანაშიო, რასაც არის არაფერი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის არაერთი თანამშრომელია ახლა ჩართული სამძებრო სამაშველო ღონისძიებაში ჩართული. ფაქტურად არ დარჩა არც ერთი თანამშრომელი, რომელიც ამ ღონისძიებაში არ იღებს მონაწილეობას და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამ დრომდე ადგილზე უწყვეტად აგრძელებს მუშაობას.